ინსტრუქცია ახალი წევრებისთვის. ჩვენი გზამკვლევი პროდუქტიული შეხვედრისთვის. როგორც ჩვენს შეხვედრაზე ახალმოსულს გსურს თბილად მოგესალმოთ. თუ ეს თქვენი პირველი 12 ნაბიჯის შეხვედრაა, ჩვენ ტაშით მივესალმებით თქვენს გამბედაობას. ყოველი ჩვენგანი ოდესღაც პირველად დაესწრო 12 ნაბიჯის შეხვედრას და ვიცით, რომ ეს შეიძლება იყოს შემაშინებელი. ჩვენი მიზანია რომ დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს არის უსაფრთხო ადგილი ყველასთვის, რათა გააზიაროთ და მოусმინოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია შემდეგი პრინციპების გამოყენებით. სასაუბრო ენა მე. ეს არის ენა, რომელითაც გაზიარებისას ლაპარაკობენ. გთხოვთ მოერიდოთ თქვენ ან ჩვენ მიმართვებს. ახალმოსულებს თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვეულებრივ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ხვდებიან, რომ მარტივად ადაპტირდებიან. სასაუბრო ენა მე გამოიყენება მაშინაც კი, როცა რაიმეს პირდაპირ გამოხატავს. ამიტომ ვინაიდან განცხადება, როგორიცაა ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე, შეიძლება აღიქმებოდეს ლექციად. ამიტომ ამ პრობლემას თავიდან ავიცილებთ, თუ ეს აზრი გამოხატული იქნება, როგორც მე უნდა ვიზრუნოთ ჩემს სხეულზე. ჩვენ ასევე ვიყენებთ სასაუბრო ენას მე, რადგან გამოჯამრთელება გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ცხოვრებასა და აზრებზე. თქვენ ან ჩვენის თქმა არის გზა, რათა თავიდან ავიცილოთ სრული პასუხისმგებლობა. ყველას თანაბარი დრო გასაზიარებლად. იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს თანაბრად გაზიარების შესაძლებლობა, გთხოვთ იცოდეთ, რამდენ ხანს საუბრობთ. მას შემდეგ, რაც ყველა გააზიარებს, ადამიანებს შეუძლიათ ხელახლა გაზიარება თუ დრო ამის საშუალებას იძლევა. ჩვენ გვესმის, რომ ზოგჯერ ვინმე შეიძლება დასჭირდეს დამატებითი დრო გასაზიარებლად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას, როდესაც ეს ხდება გონიერების ფარგლებში. ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტი დრო სჭირდებათ, შეუძლიათ შეხვედრის შემდეგ შემოგვიერთდნენ ყავაზე. ჩვენ არ ვეწევით ჩვენი რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების რეკლამირებას. ეს არის სულიერი და არა რელიგიური პროგრამა. ჩვენ არასოდეს განვიხილავთ რელიგიას, პოლიტიკას, ეროვნულ თუ საერთაშორისო საკითხებს, ან სხვა რწმენის სისტემებსა და პოლიტიკას. ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს ძალაზე. ჩვენ შეიძლება გაგიზიაროთ მნიშვნელოვანია თუ არა რელიგია და რელიგიური მსახურებები ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა ჩვენ თავს ვარიდებთ ჩვენი კონკრეტული რელიგიის ან პოლიტიკური მრწამსის იდენტიფიცირებას, რადგან როდესაც საქმე ეხება ამ თემებს, ზღვარი ძალიან ადვილად ბუნდოვანი ხდება გაზიარებასა და ქადაგებას შორის. ჩვენს შეხვედრებზე ჩვენ ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც გვაშორებს. ჩვენი მიზანი აქ ჰარმონიაა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს შეხვედრებს ესწრებიან მსოფლიოს ყველა სარწმუნოების ადამიანები. ჩვენი გამოჯამრთელების ნაწილი არის იმის ცოდნა, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ მხოლოდ ის, რა მუშაობს ჩვენთვის და არა სხვებისთვის. ანონიმურ ემოციონალებში ჩვენ პატივს ვცემთ ყველას უფლებას, ჰქონდეს ჩვენგან განსხვავებული რწმენა. პოზიტიური პერსპექტივის ქონა. ეს არის ყველაფერი ის, რაც ეხება ანონიმურ ემოციონალების პროგრამაზე მუშაობას. ჩვენ ვესწრებით შეხვედრებს, რათა ვიპოვოთ გზები, რომ შევძლოთ მშვიდად თანაცხოვრება გადაუჭრელ პრობლემებთან ერთად. ან შესაძლებლობებისადმი ჩვენი ღიაობით ვიპოვოთ მათი გადაწყვეტები და ორიენტირდეთ ჩვენი გარემოებების პოზიტიურ ასპექტებზე. არავის არ მოუტანს სარგებელს თუ შეხვედრა გადაიქცევა მწუხარე წვეულებათან საჩივრების კლუბად. მიუხედავად ამისა, ახალმოსულებს ურჩევენ თავიანთი პრობლემების მაქსიმალურად გაზიარებას. ისინი მალე ხვდებიან, რომ შეხვედრები უფრო ჯანსაღია, როდესაც უფრო მნიშვნელოვანია როგორ გააზიარებ, ვიდრე რას გააზიარებ. არავინ არის ვალდებული მონაწილეობა მიიღოს. არავინ არ არის ვალდებული გააზიაროს ან ხმამაღლა წაიკითხოს. თუ არ გსურთ ამის გაკეთება, უბრალოდ თქვით გამოვტოვებ. ჩვენ გვინდა რომ მიიღოთ მონაწილეობა მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად იქნებით. შეგიძლიათ უბრალოდ მოусმინოთ იმდენ შეხვედრას, რამდენიც გსურთ. არასასურველი უკუკავშირი და დიალოგი. ისინი დაუშვებელია ჩვენ შეხვედრებზე. დიალოგის არარსებობა ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი აზიარებს შეხვედრაზე, ჯგუფის ამოცანაა იყოს სრულიად ჩუმად და ამ ადამიანს დაუთმოს მთელი ყურადღება. ნებისმიერი ყურადღების გამფატველი ქცევა, რამაც შეიძლება მოლაპარაკე ადამიანს დააკარგინოს აზროვნება, განიხილება უკურეაქციად. ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება გააზიაროს ხუმრობების, სხვებისგან შეფერხების გარეშე, მათ შორის რჩევების ან კომენტარების გარეშე, რომლებიც გამიზნულია დასახმარებლად. ეს ასევე ითვლება დიალოგად, როდესაც ვინმე განსჯის, ქადაგებს, სვამს კითხვებს, კამათობს, აკრიტიკებს, პასუხობს ან საუბრობს იმაზე, რაც სხვებმა გააზიარეს. მიუხედავად იმისა, აკეთებენ თუ არა ამასვე სხვები მათი გაზიარებისას. ჩვენ აქ ვართ ყველანი იმისთვის, რომ ვისაუბროთ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე და არა სხვის საქმეზე. ერთადერთი შეწყვეტინება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წამყვანი ან ძველი წევრი გრძნობს, რომ გაზიარებისას ეს სახელმძღვანელო მითითებები უგულებელყოფილია იმდენად, რომ ჯგუფის უსაფრთხოება და ჰარმონია საფრთხეშია.
ასევე დაშვებულია მაშინ, როდესაც ადამიანებს ვთხოვთ გაზიარების დასრულებას, როდესაც ისინი სრულად იყენებენ სხვისი გაზიარების დროს. როგორ მივიღოთ უკუკავშირი? ჩვენ გვესმის, რომ უკუკავშირის არ მიღებამ შეიძლება იმედგაცრუებული დატოვოს ადამიანები. მაშინ, როდესაც მათ ამის სურვილი აქვთ. სწორედ ამიტომ ჩვენ სახელმძღვანელოში აქცენტირებულია არასასურველი გამოხმაურება, რომელიც არის ყველას დაცვისა და სარგებლობისთვის. ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს გამოხმაურება, მაგრამ მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ. თქვენი გაზიარების დასასრულს შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ ასეთი რამ: თუ ვინმეს გაქვთ სურვილი მომცეთ უკუკავშირი, შეხვედრის შემდეგ მოვისმენდით თქვენს სათქმელს. თუ გსურს კონკრეტული პიროვნებისგან უკუკავშირის მიღება, შეგიძლიათ შეხვედრის შემდეგ მიხვიდეთ მასთან და ჰკითხოთ, თუ მისაღებია მისთვის მოგცეთ უკუკავშირი. ისინი არ მოაგვარებენ თქვენს ცხოვრებისეულ პრობლემებს. ეს საქმე თქვენ და თქვენს უმაღლეს ძალას ეხება. მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ მხოლოდ მათი მოსაზრებები. ამიტომ ხშირად გვესმის, რომ ვამბობთ: მიიღე ის, რაც გინდა და დანარჩენი დატოვე. ჩახუტება. შეხვედრის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ შეიძლება ნახოთ, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ერთმანეთს ეხუტება. ჩვენ ვიცით, რომ ყველას არ სიამოვნებს ჩახუტება. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაგეხუტებით, თუ გაგვაგებინებთ, რომ ეს გსურთ. თქვენ ან ნებისმიერ სხვას შეგიძლიათ თქვათ კი ან არა ჩახუტებაზე. ამიტომ ნუ განაწყენდებით, თუ ვინმე უარს იტყვის თქვენთან ჩახუტებაზე. ეს არ არის უარყოფა. ეს არის ადამიანის საჭიროებისა და სურვილების ჯანსაღი პატივისცემა. თუ ჩახუტებას ითხოვთ, სავარაუდოდ მიიღებთ ყველა ჩახუტებას, რისი გაძლევაც შეგიძლიათ. ასე რომ, კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ანონიმურ ემოციონალების ჯგუფში. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით თავი იგრძნოთ ისე, თითქოს უკვე ჩვენი ანონიმური ემოციონალების ოჯახის წევრი ხართ.